გურიის რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი რჩება. რეგიონში მეოთხე დღეა გადაუღებლად თოვს. განსაკუთრებით რთული ვითარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც სამაშველო გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიური თოვა აფერხებს. იქ, სადაც გზის საფარი იწმინდება, მალევე ისევ თოვლით იფარება. ადგილობრივები ყვებიან, რომ მსგავსი დიდთოვლობა გურიაში დიდი ხანია არ ახსოვთ. იქის ზონაში ახლა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა ერთობლივად მუშაობს. სამაშველო პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან ერთად ჩართული არიან თავდაცვის ძალებიც. სამხედროებს და მაშველებს დათოვლილი სახლებიდან ადგილობრივები ფეხით გამოჰყავთ. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც. ქალაქებისა და სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფლებში შექმნილია ჯგუფები, რომლებშიც არის როგორც სამაშველო სამსახური, ასევე სამხედრო ძალები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც ყველა იმ გადაუდებელ ზარზე, რომელიც აქვს მოსახლეობას, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რეაგირება გააკეთონ. გურიის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, შეფერხებულია ბუნებრივი აირის მიწოდებაც. საგანგებო რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც უკვე მეორე დღეა პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და შესაბამისი სამსახურებისგან დეტალებს პირადად ისმენს. ადგილზე მობილიზებულია როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო და ესე ჯგუფებად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას, საკვების მიწოდებას, აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან. სტიქიას ებრძვიან აჭარაშიც, სადაც დიდთოვლობის გამო ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა და 2 ადამიანი მოიყოლა. მაშველებმა ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ავარიული სიტუაცია იყო. დღეს დილით მოვიდა სამაშველო და კიდე სხვა ყველა ეკიპაჟი დაგვეხმარეს. გვითხრეს რომ გადაგვიყვანდნენ. რამოდენიმე ოჯახი გადაიყვანეს. პარალელურად ქალაქში ინტენსიურ რეჟიმში წმინდება გზები, მუნიციპალური ტრანსპორტი კი მუშაობას ჯერჯერობით ვერ ანახლებს. რთულია ვითარება ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც. გაზმომარაგების, ელექტრომომარაგების და ძირითადი კომუნალური სერვისების მეწოდების კუთხით რაიმე არსებითი შეფერხება ბათუმში არ გვაქვს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ შემდეგი დღეები იქნება გარდამტეხი, რომ აღდგეს ტრანსპორტი, ასევე აღდგეს სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, პირველ რიგში რა თქმა უნდა ბათუმში, ქობულეთში. აჭარის მუნიციპალიტეტებში ბათუმის გარდა 40 საათზე მეტი სპეცტექნიკა არის ჩართული ხდება როგორც ცენტრალური, აგრეთვე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, თოვლის ნალექი განსაკუთრებულად ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და შესაბამისად სპეცტექნიკის მობილიზაციაც ინტენსიურად უფრო ამ მუნიციპალიტეტებში მოხდა. გადაუღებლად თოვს მაღალმთიან აჭარაში, ცხულოსა და ქედაში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად კოორდინირებულად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება 24 საათის განმავლობაში. დღეის მდგომარეობით 12 ერთეული საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკაა ჩართული, 2 ერთეული ქედის მუნიციპალიტეტის ტექნიკა და ასევე სამუშაოები გრძელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შუქის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა. დღის განმავლობაში დილით გაეთიშა და ახლობით 2500 აბონენტს, ამ დროისთვის დარჩენილია 1500-მდე აბონენტი და დიდი ალბათობით საღამომდე 1000 მიეწოდება შუქი. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, რომელთან ერთად მუნიციპალური სერვისებისა და მერის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ყველა გამოწვევებზე. აქტიურად ჩართული იყო ყველა იმ პრობლემების აღმოფხვრაზე, რაც იყო შემოსული შეტყობინებების სახით. უკვე რამდენიმე დღეა გურია და აჭარა სტიქიას ებრძვის დიდთოვლობის გამო ორივე რეგიონში სააღმრთელო და სასწავლო პროცესი შეჩერებულია.